გამარჯობათ. ეთერშია პროგრამა ინფორმატორი 10 საათიანი გამოშვება და მე შოუ ბიზნესში დღეს მომხდარ სიახლეებზე მოგითხრობთ. 14 თებერვალს სიყვარულის დღეს აღნიშნავს თითქმის ყველა კათოლიკური ქვეყანა. მართალია საქართველო არ არის კათოლიკური ქვეყანა, მაგრამ ეს მიზეზი საკმარისი აღმოჩნდა ქართული შოუ ბიზნესის წარმომადგენლებისთვის. ამასთან დაკავშირებით სპორტის სასახლეში გრანდიოზული კონცერტი გაიმართა, სადაც თითქმის ყველა ცნობილი თუ ნაკლებად ცნობილი მუსიკოსი იღებდა მონაწილეობას. წელს ვარ ყველაზე ბედნიერი, იმიტომ რომ ჩემ მეუღლესთან ერთად ვხდები პირველად ამ დღეს და მანამდე ჩვეულებრივი დღე იყო ჩემთვის და გილოცავთ ვალენტინობას. ვალენტინის დღეს უბრალოდ სიყვარულის დღეს და რა თქმა უნდა სიყვარულის დღე არის და სიყვარულს უნდა შესრულდეს სიმღერა. დღეს ვიმღერებ ორ სიმღერას, ერთი არის შემდე მოვედი, ეს თქვენთვის კარგად ცნობილი და მეორე ჩემ ქალიშვილთან მარისთან ერთად ვიმღერებ კარალეთის დღებს. დიდი მადლობა წმინდა ვალენტის იმისთვის რომ არგის აქცია იჩვენებინა. სწორედ ამ დღიდან თავი სოფლიო აღნიშნავს სიყვარულის დღეს. ქართული ღვინისა და ალკოჰოლური სასმელების კომპანია GVS-მა შერატონ მეტეხი პალასში პრესკონფერენცია მოაწყო. წლის მიცურულიც აღნიშნა ძალიან სერიოზული წარმატებებით იგივე ესეთ უდიდეს ბაზარზე როგორც არის რუსეთი და ახლა მინდა გავამახვილო ყურადღება რომ ნოემბრის თვეში რუსეთში ჩატარდა ესე იგი მერია და რუსეთის სავაჭრო ასოციაციამ ჩაატარა წლის მიცურულიც თებერვლის დასაწყისში კომპანია GVS-მა მოსკოვში კვების პროდუქტების საერთაშორისო გამოფენა პროდექსპო 2003-ზე მთავარი პრიზი გრან-პრი, 4 ოქროს, 2 ვერცხლის და 3 საპატიო დიპლომი მიიღო. გრან-პრი ღვინოს თამადა წინანდალს ხვდა წილად. მნიშვნელოვანი იყო ისიც, რომ არყის ქვეყანაში ღვინის ქვეყნიდან წარდგენილმა ჭაჭამ აიღო ოქროს медали. წარმოდგენილი იყვნენ სხვადასხვა მოწინავე მეღვინეობის ქვეყნები და ამდენად ქართული, მაგალითად იგივე გერმანული კომპანიები, იგივე ფრანგული კომპანიები, მოლდავური და ამდენად ეს ჯილდო არის ძალიან მნიშვნელოვანი, რადგანაც ქართულმა ღვინომ ამ შემთხვევაში ჩვენმა პროდუქტმა მიიღო უმაღლესი შეფასება და გადაეცა გრან-პრი, რომელიც არის სერიოზული განაცხადი იმაზე, რომ ეს პროდუქტი მიიღო არა მარტო თქვა პროფესიონალმა დეგუსტატორმა და შემფასებელმა, არამედ ეს მიიღო მომხმარებელმა და ეს მიიღო მოსახლეობამ. ძალიან სერიოზული მხარდაჭერა, სახელმწიფოებრივი მიდგომა და ერთიანი კატეგორიით გამოდიოდა. ზანდუკელის ქუჩა ნომერ 22-ში ძალიან საინტერესო ფოტოგამოფენა მოეწყო. ნამუშევრების ავტორი გაზეთ 24 საათის ჟურნალისტი ლევან ხერხეულიძეა. ლევანმა არც თუ ისე ლამაზი თემა ნაგავი ძალიან ლამაზად წარმოაჩინა. ეს კადრები ლევან ხერხეულიძემ შარშან გლდანის რაიონის ნაგავსაყრელზე გადაიღო. ფოტოგამოფენის იდეა კი სრულიად შემთხვევით გაჩნდა. ჟურნალისტები ნაგავსაყრელზე სიუჟეტს აკეთებდნენ. მოგვიანებით კი მათ ასეთი გამოფენის გაკეთების სურვილი გაუჩნდათ.
ქაროსლაში 9 თანამედროვე ქართველი ხელოვანის მულტიმედიის საშუალებით შექმნილი ნამუშევრების გამოფენა მოეწყო. ხელოვანებს გადაწყვეტილი აქვთ ამ გამოფენებს რეგულარული ხასიათი მისცენ და ყოველ წელს გამართონ. Ვატომ წერეთელმა შემოგთავაზა გოსლაპს ამ ჩვენ ჯგუფს ამ გამოფენის გაკეთება, იმიტომ რომ ვაკეთებთ საერთოდ მულტიმედიურ პროდუქტს, ასე ვთქვათ. ჩვენ ყველანი მუშაობთ სახლში, ჩვენ საკუთარ კომპიუტერებს და არ არის იქ რაღაც დასწაული, რაღაც ფული საჭირო და არაფერი, უბრალოდ არის საჭირო იმის ცოდნა, რომ არსებობს შესაძლებელია და აუცილებლად გადასადგმელია ეგ ნაბიჯი. ჩვენ ვფიქრობთ ესეთი კონკურსის დაარსებას წელიწადში 2-ჯერ ან 3-ჯერ, სადაც მხატვრები მიიღებენ მონაწილეობას, წარადგენენ თავიანთ პროექტებს და ჩვენ უფასოდ გაღჭვილობას და დამონტაჟების და დამთავრების პოსტპროდუქციის ეტაპებს დავაფინანსებთ ჩვენ თვითონ. ეს არის პირველი ახლა. და ყოველ წელს გვინდა რომ გავაკეთოთ, თქვათ. ნუ აი ჩვენ გოსლაბის კურატორობით და ვატასი ერთობლივად კიდე სხვა ხალხი შევკრიბოთ და სხვების გამოფენები გავაკეთოთ. უბრალოდ ეს პირველი საწყისი გავაკეთეთ, იმიტომ რომ ვინც ვიცოდით, ჩვენ თვითონ გავაკეთეთ ყველაფერი, რასაც ვაკეთებთ. და ალბათ მომავალ წელს უფრო მეტი ხალხი იქნება. Thank you.